სივრცის დაგეგმა ჩემი საყვარელი საქმიანობა გახდა. გამარჯობა, მე ნეტო ვარ, გოგო, რომლისთვისაც ჯერ კიდევ 1 წლის წინ რემონტი სტრესთან ასოცირდებოდა. თუმცა ახლა სივრცის ფუნქციურ და ესთეტიკურ გარემოთ გარდაქმნა ჩემთვის სასიამოვნო პროცესია. ელექტროობა თავსატეხის ამოხსნას გავდა. ახლა კი თავად ვადგენ წერტილების გეგმას, მუდბორდებს, რენდერებს. მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის, მაგრამ ვიცი რამოდენიმე წელში ჩემი ნამუშევრები ბევრად უკეთესი იქნება. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა საკუთარი ბინის ყიდვა გადავწყვიტე. ვეძებდი კარგი გეგმარების, ლამაზი დიზაინის ბინას, რომელსაც ხელმისაწვდომ ფასად შევიძენდი. თუმცა ვერ მოხდა და ბოლოს გადავწყვიტე თავად შემექმნა. ბინა ვიყიდე კორპუსში, რომლის მხოლოდ 6 სართული იყო აშენებული. კორპუსი შენდებოდა, ლამაზდებოდა, მე კი რემონტისთვის ვემზადებოდი. აქ პირველად ვარ ჩემს სახლში, ბედნიერი, მაგრამ შინაგანად ღელავდი, რადგან არ ვიცოდი ეს პროცესი როგორ ჩაივლიდა. ჯერ მხოლოდ ჩავი კარკასი იყო, მოგვიანებით თეთრი კარკასით ჩავიბარე და დავიწყეთ. თავში 1000 კითხვა მიტრიალებდა. საბედნიეროდ ჩემთვის საყვარელი ადამიანები გვერდით მყავდა და მეხმარებოდნენ. დავიწყეთ და ნელ-ნელა გავერკვე სამუშაოების თანმიმდევრობაშიც. აქ სამზარეულოს ავაწყობთ. ეს ვიტრაჟი სახლს ნათელს და თბილს ხდის, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი, რომ მისი დასუფთავება ჩემი სუსტი წერტილი გახდებოდა. ხელოსნები ყველა დეტალის შერჩევაში მეხმარებოდნენ. გარდა იმისა, რომ თავის საქმეს იდეალურად ასრულებდნენ, სამშენებლო ობიექტებზეც დამყობოდნენ, რეკომენდაციებს მაძლევდნენ და საკმაოდ გამიმარტივეს საქმისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მათ. განათებებით შევარჩიეთ. ჩემი მანქანაც ერთგულად მემსახურებოდა. პლინტუსები და მატრასი მისი დახმარებით მოვიტანე. ვიტრაჟი და ფარდები ისევ ჩემი სუსტი წერტილია. და მოდი ვნახოთ საბოლოო შედეგი. ამ გამოცდილებამ იმდენად გამიტაცა, რომ ინტერიერის დიზაინი შევისწავლე. ახლა კი ჩემი მიზანია შევქმნა ლამაზი, პრაქტიკული და ხელმისაწვდომი ბინები. ამ არხზე ნახავთ რემონტის რეალურ პროცესს, იდეებს, შეცდომებს და ბინის სრულ გარდაქმნას. თუ რემონტს გეგმავ, აქ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებ. ხოლო თუ დრო არ გვაქვს რემონტისთვის და კომფორტულ ბინას ეძებ, ეს არხიც შენთვის არის. გამოიწერე არხი, მოიწონე ვიდეო თუ მოგეწონა. შევებით.